ოფიციალური განცხადება წერილიც ვნახეთ, რომ მოლაპარაკებების თემა მანამდე იყო შეჩერებული, ვიდრე ირაკლი გობახიძე გააკეთებდა აღნიშნულ განცხადებას. თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები. არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული უშუალოდ პრემიერ-მინისტრის მხრიდან, პარლამენტის ლიდერების მხრიდან. ჩემი მხრიდანაც მე ძალიან ბევრჯერ გამიკეთებია განცხადება როგორც პარტიის გენერალურ მდივანს, რომ ჩვენ მზად ვიყავით დაგვეწყო მოლაპარაკებები, მაგრამ აქ საერთოდ ამის ინტერესი არ გააჩნიათ, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი მიდის, პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და ისინი ცდილობენ, რომ მაქსიმალურად აღნიშნული ევროინტეგრაციის გზა გამოიყენონ ქვეყანაზე ზეწოლისთვის, მთავრობაზე ზეწოლისთვის და მიზეზი ხო ვიცით რა. პირველი ის, რომ ჩვენ არ დავემორჩილეთ მათ ბრძანებებს, ქვეყანაში არ გავხსენით მეორე ფრონტი, არ შევუერთდით სანქციებს და ქვეყანა ეკონომიკურად არ გავანადგურეთ და არ დავანგრიეთ და რა თქმა უნდა ეს გახდა მთავარი მოტივი და მამოძრავებელი იმ სპეკულაციების, იმ სიბინძურის, რასაც ჩვენ ბოლო თვეებია და ბოლო წლების განმავლობაში ვისმენთ ევროპული ზოგიერთი ბიუროკრატების მხრიდან. თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა. რა თქმა უნდა, ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, კიდევ უფრო დამოუკიდებელი გავხდით, კიდევ უფრო სუვერენული გავხდით და კიდევ დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით არ უნდა ელაპარაკოს ქართულ სახელმწიფოს.